მოგესალმებით მეგობრებო, ახალი ვიდეოს დრო მოვიდა. სანამ ვიდეოზე გადავალთ, მინდა შეგახსენოთ, რომ ვათამაშებთ MacBook Neo-ს, აი ამ MacBook Neo-ს და პირობა წესები არის ძალიან მარტივი. იმისათვის, რომ მოიგოთ MacBook Neo, უნდა გქონდეთ არხი გამოწერილი და ვიდეოს ქვეშ უნდა გააკეთოთ მინიმუმ ერთი კომენტარი. სულ ეს არის, როდესაც ავალთ 10,000 გამომწერზე, აუცილებლად შევარჩევ რომელიმე ვიდეოს და რანდომაიზერით გამოვავლენ გამარჯვებულს. დღეს კი მინდა გესაუბროთ 10 მთავარ შეცდომაზე, რომელსაც ჩემი აზრით ჯუნიორ დეველოპერები უშვებენ. რასაც ვაკვირდები, ეს არ არის ტექნიკური ცოდნა, ძირითადად ეს არის ხოლმე ქცევითი შეცდომები და მოდი ახლა გადავიდეთ უშუალოდ მიმდევრობაზე და ვნახოთ პირველი რომელი შეცდომა არის. პირველი არის დუმილი. როდესაც მე ძალიან ბევრჯერ შემხვედრია, რომ ჯუნიორ დეველოპერი არის გაჭედილი, რაღაცას ვერ აკეთებს, თავისთვის არის თავის ჩარჩოში არის, ასე ვთქვათ, და შეუძლია, რომ რამოდენიმე დღე თავაუწევლად უყუროს კოდს, ერთი და იგივე რაღაცა აკეთოს და არ ითხოვოს დახმარება. ანუ გვერდზე შეიძლება ეჯდეს ძალიან გამოცდილი პროგრამისტი, მაგრამ მას არ თხოვოს დახმარება რაღაც კონკრეტულ საკითხზე. ამით რას ვიღებთ ახლა? ამით ვიღებთ იმას, რომ ვიღაცამ რადგან ტასკი მოგცათ, ის ხო ელოდება, რომ მიიღებს შესრულებულ დავალებას, ხო? თქვენ როდესაც ხართ ჩაკეტილი და არ ცდილობთ, რომ ეს ტასკი დროულად გააკეთოთ, იმიტომ რომ ესე არის რა, ხა როდესაც რაღაცას 3 დღე ერთი და იგივე რაღაც აკეთებთ, არ გამოგდის და მაინც არ ცდილობ, რომ სხვა გზის, სხვა მეთოდი მოძებნო, რომ ეს გადაჭრა, ესე არის. შესაბამისად, დუმილი არის ჩემი აზრით ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც ჯუნიორ დეველოპერები უშვებენ და ამის მოგვარების გზა არის, რომ რა თქმა უნდა, ხა ყველაფერზე სხვასთან არ უნდა ირბინო. დაახლოებით 9:30-ნახევარი საათიდან 1 საათამდე სცადო გაკეთება, თუ არ გამოგდის, რა ვიცი, უბრალოდ იკითხე, შეიძლება ვიღაცამ ერთ სიტყვაში აგიხსნას ეს პრობლემა როგორ მოაგვარო. ხო, ეს პრობლემა არის ჩემი აზრით პირველი. მეორე არის დროის ცუდად შეფასება. როდესაც მაგალითად ადამიანს ანუ ჯუნიორებს ხშირად ახასიათებთ, რომ თავის გამოჩენის მიზნით რაღაცა ძალიან არარეალურ დროს იძახიან და შეიძლება რაღაცას უნდა ერთი კვირა და ეს იძახოს, რომ ერთ დღეში გავაკეთებ, ან ორ დღეში გავაკეთებ. და პრობლემა ის არის, რომ მალევე ხვდება, რომ ამას ორ დღეში ვერ გააკეთებს და განა ის არის პრობლემა, რომ თქვას, რომ უი მეტი დრო დასჭირდა. არა, ამას ბოლომდე მიიყვანს, ვიღაცა ხო ელოდება, ორ დღეში რო ეს უნდა დამთავრდეს და პირველივე დღეს არ იტყვის ამას, აუცილებლად დედლაინამდე მივა და მერე იტყვის, რომ არა ვერ მოვასწარე. ამიტომ ამის მოგვარების გზა არის, რომ ჩუმად არ იყოთ, როდესაც მიხვდებით, რომ რაღაცა არ გამოდის, უბრალოდ მაშინვე თქვით და ის ადამიანი, ვინც თქვენგან ელოდება ამ დავალების შესრულებას, ის მერე რაღაცნაირად გადაგეგმავს, გადაალაგებს თავის სპრინტს, ისე რომ საქმე არ გაფუჭდება. ამიტომ ბოლომდე არ მიიყვანოთ ხოლმე, როდესაც მიხვდებით, მაშინვე თქვით. შემდეგი პრობლემა ჩემი აზრით არის კოდის წერის დაწყება მანამ სანამ აზრს გაიგებ. მე ხშირად შემიმჩნევია, რომ რაღაცა დავალებას მისცემ და არც აქვს გააზრებული, უბრალოდ ჯდება და კოდის წერას იწყებს. ეს დიდი პრობლემაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ როდესაც ყოველ ნაბიჯზე რაღაცას იგებ დავალებას, ან ჯერ არ გააზრებული და თან კოდს წერ, თან იაზრებ, ძალიან ცუდი კოდი გამოდის, ბევრი ბაგი გამოდის. ამიტომ ჩემი აზრით და ზოგადად სწორი ესეა, ჯერ გაიაზრეთ დავალება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ კოდის წერა. ახლა გადავიდეთ მეოთხე შეცდომაზე. მეოთხე შეცდომა არის ეგრეთ წოდებული ჭკვიანი კოდის წერა და რას გულისხმობ ახლა აქ? ძალიან ხშირად ჯუნიორებს ახასიათებთ over engineering-ი, როდესაც მისცემ პატარა დავალებას, თავის გამოჩენის მიზნით ის ცდილობს, რომ დაწეროს რაც შეიძლება რთულად, გამოიყენოს ძალიან ბევრი დიზაინ პატერნი, გამოიყენოს რაღაც სხვადასხვა რთული მეთოდები, როდესაც რეალურად გასაკეთებელი არის ძალიან პატარა საქმე. როგორც მაგალითად ავიცი, კედელზე პატარა ლურსმანის მისაჭედებლად არავის არ მოყავს ტრაქტორი და რაღაც უბრალოდ პატარა ჩაქუჩით აჭედებს, ესე არის პროგრამირებაშიც. როდესაც გაქვს რაღაც პატარა დავალება, არ სჭირდება ამას რაღაც განსაკუთრებული მიდგომები, ახალი ტექნოლოგიები და ასე შემდეგ, ანუ
პირველ რიგში მარტივი კოდი უნდა იყოს მარტივად, იმიტომ რომ თქვენ ერთხელ წერთ და მერე ამ კოდს დაახლოებით ბევრჯერ წაიკითხავენ და ისე არ უნდა გამოვიდეს, რომ რაღაცა პატარა ცვლილების შესატანად ძალიან დიდი რესურსის ჩადება მოგიწიოთ. მეხუთე და ეხლა უკვე ძალიან აქტუალური შეცდომა არის AI-ის ბრმად ნდობა. გონია რომ ეს ძალიან დიდი პრობლემა არის, როდესაც კოდს აგენერირებს AI და არც კი იაზრებს პროგრამისტი, ისე უშვებს მაგალითად pull request-ში. ეს კარგს არაფერს არ მოგვიტანს, AI-ში რა თქმა უნდა შეგიძლიათ გამოიყენოთ, შეგიძლიათ დააგენერირებინოთ კოდი, მაგრამ ჩემი აზრით თუ თითოეული ხაზი კოდი არ გაქვთ გააზრებული, რაც იმან დააგენერირა, ისე ამ კოდის გამოყენება თქვენი მომავალი კარიერისთვის დამოუკიდებელი იქნება. ამიტომ რასაც გამოიყენებთ, ეს ისედაც აგიჩქარებთ საქმეს, მთავარი არის კარგად გაიაზროთ, რაც AI-მ დააგენერირა. მეექვსე და ეს ცოტა ისეთი შეცდომა მე შემხედრია ბევრი ესეთი და იმიტომ ჩავსვი, ეს არის პერფექციონიზმი. როდესაც მაქსიმალურად ცდილობენ კოდი მიიყვანონ რაღაც იდეალურობამდე, ეს ანუ აპრიორში ცუდი არ არის, მაგრამ როდესაც უბრალოდ ვერ ამთავრებ დავალებას და გადის დღეები და შენ ერთი და იგივეს ვცდილობ რომ დახვეწო, საქმისთვის არ არის კარგი, ხო? როდესაც ვიღაცა შენზე არის დამოკიდებული და ელოდება შენგან რაღაცა შედეგს, იმას შენ რო უხსნი, რომ კოდი რომელიც მუშაობს უკეთესად უნდა გააკეთო, ეგ ცოტა გაუგებარია მისთვის და ასევე მგონია რომ ჯობია პროდაქშენზე გაუშვა რაღაც ერთი ვერსია, მიიღო ფიდბექი, ნახო როგორ მუშაობს და მერე დახვეწო თანდათან და არ უნდა გადავარდე ძალიან პერფექციონიზმში, ისე რომ ტასკი არ მთავრდებოდეს. პროგრამისტისთვის კიდე ცალკე მიმართულება, მაგრამ ბიზნესისთვის ნამდვილად დიდი პრობლემაა, როცა რაღაცა ერთდღიანი ტასკი იმის გამო, რომ ვიღაცა სხვანაირად უდგება საქმეს, ძალიან დიდი ხანი იწელება. გადავიდეთ ახლა მეშვიდე შეცდომაზე, რაც არის, რომ ჯუნიორ დეველოპერები ხშირად გამიგია მათგან, რომ ჩემი საქმე არის მხოლოდ კოდის წერა. ეს არ არის სიმართლე, კოდი არის ჩემი აზრით 50%, მეორე 50% არის მაგალითად დოკუმენტაციის დაწერა, pull request-ის კარგად აღწერა, იმ რიტუალების შესრულება, რაც გუნდს გააჩნია, ტესტების წერა და ასე შემდეგ. ანუ მხოლოდ კოდი აღარ არის, ნუ არც არასდროს არ ყოფილა ჩემი აზრით, მაგრამ ეხლა განსაკუთრებით ეს იმას გავს, რომ რაღაც ცნობილი ფრაზა, რომ ჩემ კომპიუტერზე მუშაობს და არ მაინტერესებს სხვაგან იმუშავებს თუ არა. მოკლედ მარტო კოდის წერა არ არის დეველოპერის საქმე. დეველოპერი უნდა იყოს იმ გარემოში კარგად ადაპტირებული და იმ წესებს და იმ მიდგომებს უნდა იცავდეს, რაც აქვს მის გუნდს და ასევე ისე უნდა აკეთებდეს თავის საქმეს, რომ მერე სხვამ რომ ნახოს ეს გაკეთებული საქმე კარგად გაიგოს. ამისთვის საჭირო არის კარგი დოკუმენტაციის წერა, კარგი აღწერის წერა, ხო დოკუმენტაცია ისეთი სათნათქვამია, კარგი აღწერის წერა, უნდა იყოს გუნდში კარგად ჩასმული, უნდა ესწრებოდეს ყველა, თქვათ, შეხვედრა იქნება, ანუ სარიტუალო შეხვედრებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, stand-up-ი იქნება თუ სხვადასხვა QBR-ი და ასე შემდეგ. მოკლედ ესეც მიმაჩნია, რომ არის პრობლემა, ანუ მხოლოდ კოდის წერა არ არის დეველოპერის საქმე, ის უნდა იყოს ვთქვათ, კარგი პროფესიონალი, რომელიც გუნდში კარგად არის ადაპტირებული. მერვე შეცდომას მე ვიტყოდი, რომ ეს არის როგორც კი pull request გააგზავნის, გონია რომ ეს არის დასასრული და ჩემი აზრით ესე არ არის. კოდი ეშვება რეალურად პროდაქშენზე. ამიტომ ნებისმიერი პროგრამისტი უნდა ფიქრობდეს თავის დაწერილ კოდს, რა მოუვა, თუ ქსელი ჩავარდება, თუ ბაზა არ იქნება ხელმისაწვდომი, თუ რომელიმე მოთხოვნა არ დამუშავდება, ლოგები როგორ უნდა შეინახოს. ანუ ჩემი აზრით, ყველა პროგრამისტმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა, ყველა მეთოდზე, რასაც წერს, რომ რა მოხდება ეს თუ არ იმუშავებს. ანუ როგორი სცენარიც არ უნდა იყოს, თქვათ, არ იქნება ხელმისაწვდომი თუ ბაზას არ დაუკავშირდება. მას გააზრებული უნდა ქონდეს ყველა ის სცენარი,
რომელიც თავისი კოდის არ მუშაობის შემთხვევაში ძალიან მალე შეძლებს მერე ამ ყველაფრის გამოსწორებას, იმიტომ რომ რაღაცა რო არ მუშაობს, ეს აუცილებლად მოხდება, ხან ბაზა არ იქნება ხელმისაწვდომი, ხან ქსელი ჩავარდება, ხან რა ვიცი, შუქი ჩაქრება, არა აქვს მაგას მნიშვნელობა. თავარი არის, როდესაც ეს შედეგი დადგება, რას ვაკეთებთ მერე და კოდი ისე უნდა კონდეს დაწერილი, რომ მაქსიმალურად მალე იპოვნო ეს პრობლემები და მერე ის სცენარები გააზრებული კონდეს, როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ამიტომ ხო, ესეც მგონია, რომ არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ჯუნიორები უშვებენ, რომ მე რადგან всё ერთი გავუშვი და pull request-ი გავაგზავნე, მერე აღარ მაინტერესებს ამ კოდს რა ბედი ეწევა. არა, ეს კოდი თქვენი დაწერილია და თქვენ უნდა ზრუნავდეთ ამაზე. და მივედით მე-9 ერთ-ერთ ყველაზე ისეთ შეცდომაზე, რომელიც განსაკუთრებით ეხა არ მინდა ჯენზის მივაწერო, მაგრამ ჯენზისი უფრო ხშირად გვხვდება ხოლმე, არიან პასიურები საკუთარ განვითარებაში და რატომღაც თვლიან, რომ კომპანია არის ვალდებული მათ გაზრდაზე და იმაზე, რომ მათ ასწავლოს. ჩემი აზრით ეს ესე არ არის, კომპანია გარემოს ქმნის მხოლოდ თქვენს კარიერულ ზრდაზე და თქვენს განვითარებაზე თქვენ თუ არ იფიქრებთ, მოდით ეხა არაპოპულარულ თუ რა ვიცი, წარე სიმართლეს გეტყვით, თქვენ თუ არ იფიქრებთ, სხვა არ მოიკლავს არავინ თავს, რომ არც ერთი დირექტორი და არც ერთი მენეჯერი ღამე არ დაჯდება და თეთრად არ გაათენებს იმის ფიქრზე, რომ ჩემი ჯუნიორი როგორ გავზარდო. ეს ესე არ იქნება. მათი ვალდებულებაა, რომ კარგი გარემო შექმნან და დანარჩენი უკვე ეს თქვენი გასაკეთებელია, თქვენ უნდა იფიქროთ, თქვენ უნდა იაქტიუროთ და თქვენ უნდა განვითარდეთ. სხვა ამას არ გააკეთებს თქვენს ნაცვლად. და მე-10 შეცდომა ეს არის ჰაიპის აყოლა და ფუნდამენტის არ სწავლა. ამას მე ყოველთვის ვამბობ, რომ ფრეიმვორკები, მიდგომები, ესენი 2-3 წელიწად და რაღაც თულები 2-3 წელიწადში ერთხელ აუცილებლად იცვლება, რაღაცები ემატება და ესენი აუცილებლად უნდა იცოდეთ, მაგრამ არა ფუნდამენტის ხარჯზე. ფუნდამენტი არის ის ნაწილი, რომელიც არასდროს არ იცვლება. როგორ უნდა დაადებაგოთ რაღაც მონაცემთა სტრუქტურები, როგორ მუშაობს, ბაზები, ალგორითმული აზროვნება, ამას ვერც AI შეგიცვლით, ვერაფერი ვერ შეგიძლიათ. თქვენ თუ გინდათ პროგრამირება, ამას არ უნდა გადაახდეთ, ეს უნდა იცოდეთ. ინსტრუმენტები ყოველთვის იცვლება, ფუნდამენტი არასდროს არ იცვლება. ამიტომ ეს გაითვალისწინეთ, რომ რაღაც მხოლოდ ახალ-ახალი ფრეიმვორკის სწავლა და რაღაც 10 ფრეიმვორკი ვიცი და ერთი არ იცი რეალურად ნორმალურად, ეს არ არის სწორი მიდგომა. ჯობია ერთი იცოდე და 100%-ით და ასევე ფუნდამენტი უნდა იცოდე აუცილებლად. ეს არის ის 10 შეცდომა, რასაც ვთვლი, რომ ხშირად უშვებენ ჯუნიორები და ერთს დავამატებ ბონუსად, ასე ვთქვათ, ეს არის ego code review-ში. ხშირად მქონია, რომ როდესაც code review გამიკეთებია და დამიბრუნებია რაღაც მითითებები, რომ ეს შეცვალე, ძალიან ბევრი დამწყები იღებს ამას რაღაც ძალიან პიროვნულად, ძალიან წყინთ, გაუგებარია რატომ, მაგრამ ესე არის, გამოცდილების ამბავია და მინდა გითხრათ, რომ ესე არ მიუდგეთ საქმეს, ეს code review ხო მაგისთვის არსებობს, რომ ვიღაცამ გადახედოს, თქვენ თუ რაღაც გაგეპარათ, ის მიგითითოს და შეცვალო. ეს არის, მიიღებთ ამას პიროვნულად, შენი კოდი არ ხარ შენ, რომ ვიღაცამ რაღაც კოდში რომ რაღაც შეგიცვალა, შენ ხარ ცუდი, ესე არ მუშაობს. პირიქით, იყავით ღია მითითებებზე, ასე ვთქვათ, იყავით ღია ფიდბექისთვის, ანუ უკავშირისთვის და ეს ძალიან დაგეხმარებათ კარიერულ ზრდაში. ეხლა რო გადავიდეთ ნელ-ნელა დასკვნა შეჯამებაზე, ეს იყო ის 10, კი არა და 11 ყველაზე ხშირი შეცდომა, რასაც ჩემი დაკვირვებით ჯუნიორები უშვებენ და ერთი რაც მინდა რომ ცალსახად ვთქვა, არც ერთი ეს შეცდომა არ არის განპირობებული არც ნიჭის ნაკლებობის, არც ინტელექტის ნაკლებობით, ეს არის სუფთა გამოცდილების ნაკლებობით დაშვებული შეცდომები და გამოცდილებას მხოლოდ დროს მოაქვს. მე თვითონ ეს ყველა ისე მაქვს შედგენილი, რომ მე თვითონ მაქვს ყველა ეს შეცდომა დაშვებული და განსაკუთრებით
გულზე ხელის დადებით ვიძახი, რომ პირველი შეცდომა რაც არის დუმილი რაღაცაზე რომ გავიჭედებოდი და შეიძლება რა ვიცი 3 ღამე გამეთენებინა და არავისთვის არ მეთხოვა დახმარება. ეს არის რასაც ბევრი წელი უშვებდი ამ შეცდომას და მაგიტომაც არის რომ როდესაც მე დავიწყე რაღაც ჩემი გუნდის ჩამოყალიბება და ამ გუნდის ხელმძღვანელობა პირველი რაც მინდოდა ყოფილიყო ჩემ გუნდში იყო რომ ადამიანებს არ ქონოდათ ის ერთმანეთთან კითხვის დასმის პრობლემა და ისეთი გარემო შემექმნა, რომ ადამიანებს ერთმანეთის დახმარება ვიღაცას გახარებოდა, რომ ვიღაცას ეხმარება და მეორე ვისაც ეხმარებოდნენ, იმას არ შეერცხვენოდა და რაღაცა თავი დამცირებულად არ ეგრძნო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან გამიხარდება თუ დამიკომენტარებთ ამ შეცდომებიდან თქვენ რომელი იცანით, ასე ვთქვათ, თქვენი თავი რომელი დაგიშვიათ და ამ ზაფხულის ცხელ დღეებში ვისაუბროთ დაშვებულ შეცდომებზე, ხოლო ამით შეიძლება მერე გამოვასწოროთ ეს შეცდომები და წინ წავიდეთ. მოკლედ, სულ ეს იყო, დამიკომენტარეთ, გამოიწერეთ არხი, ვათამაშებთ MacBooks და ძალიან მინდა რომ მალე ავიდეთ 10000 გამომწერზე. ჯერჯერობით ვერ მივდივარ სწრაფად, მაგრამ არა უშავს, ადრე თუ გვიან მაინც ავალთ. დღეისთვის სულ ეს იყო, დიდი მადლობა, ნახვამდის.